სიტყვაში ისინი გარკვეულად ველურად ცხოვრობენ, მათ არ აქვთ იმ ხელა შესაძლებლობა, როგორც შესაძლებელია ამ ებრაელებს. მათ არ ყავდათ არასოდეს ეს წინასწარმეტყველებები და არასოდეს არ ქონიათ გამოცხადებითი, ჭეშმარიტად გამოცხადებითი რამ არასოდეს არ ქონიათ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მეურვეა უცხოური კადაგებს მხოლოდ იმათთვის ჯერჯერობით, რომლებიც მზად არიან ამის მისაღებ. მათ აქვთ შესაძლებლობა, ხელსაყრელი შესაძლებლობა მიიღოს. მაგრამ უყალე არ ამბობს იმას, რომ ყოველდღე ებრაელებისათვის არის უწყებული მასწავლებელი გზა და მასწავლებელი ჭეშმარიტება. ამიტომაც არის რომ უყალე თავის მოწაფეებს განსწავლის და აკრძალვის საკუთარ მიმოიარეთო. გადით ხალხში, უკადაგეთ ეს სახარება იერუსალიმში, სამარიაში და კიდევ და დედამიწის. ანუ წარმართები უყალე შემოიყვანა იმ სიხარულში, რასაც ქვია საფოს სიხარული და ეგრესიული სინამდვილე და ამიტომაც წარმართებმა განყოფილად მადლიერებმა იმის გამო უყალმა ისინი არ დაევიწყალო, გამოვისანა ყოველდღე ებრაელებისათვის არ არის ხსნის გარავენ დიდეული ადამიანებისგან გამოჩეულია თუ ისურვა ადამიანმა აი ეს არის რომ წარმართობა სწორედ აი ამ მადლიერებამ და იმ სინგისის კანონმა რაც შედებულია დიდებული ერთშეთულ ადამიანში მიიყვანა სწორედ ღმერთთან. სახარებაში სხვადასხვის ერთი ასეთი იგავი გახლავს რომ ბატონმა ვენახი მისა ვენახის მუშაობს. დაამუშავეთ ეს ვენახი და საგებელი მომის მაგრამ როცა გაგზავნა სახური ხარვის ასაღებად ეს სახური ცემეს და პატრონს არ გადაუხადეს საზღავ. რამდენჯერმე გააკეთა ბატონმა ეს და შემდგომში აგზავნის თავის ძეს. იმის გამო რომ ძისა ჩემი შვილის მაინც შეცვალა და შეინანებდა და ბოლო დაუკეთოს აქციასო და აი ამ საზღაურს მომაგებენ. მაგრამ როცა დაინახეს ძე პირიქით ამ ვენახის მუშებმა იფიქრეს რომ აი ეს არის ვენახის პატრონის შვილი, ამას უნდა დარჩეს ყველაფერი და მოდი გავაკეთოთ ისე რომ ეს შვილი მოვკლათ ჩვენ და ვენახი ჩვენ დაგვეჩეს. მოკლეს ეს შვილი ეს ძე გაიყვანეს ვენახის გარეთ და მოკლესო და ასე ეკითხება უყალე აი რა მოხდება ამის შემდგომ რას გააკეთებს ვენახის პატრონი. ვენახის პატრონი წაართმევს რა თქმა უნდა ვენახის მუშებს, რომელსაც ვერ დაუფასეს პატრონს ამაგი ვერ დააფასეს ეს მადლი წაართმევს ვენახს და მისცემს მათ ვინც ღირსნი იქნებიან და ვინც დაამუშავებენ ამ ვენახს და არაფერ დაამუშავებენ რომ ღირსო მადლებს საზღაურს მიაგებენ თავის პატრონს. აქედან გამომდინარე ჩვენ სწავლობთ ბასალს უყალე რომ ის ვენახი სამოქმედო ვენახი რა თქმა უნდა ყველასათვის არის მიცემული, მაგრამ ვინც დაამუშავებს ამას, ანუ ვინც ღვთის სიტყვაში გაიწალდება თვითონაც და მისცემს უფალს და უბრუნებს 1000 წელს დაგოს ყოველდღე ის ადამიანი არის ჭეშმარიტი ამ ვენახის პატრონი და აქედან გამომდინარე წარმართობაც სწორედ ამ დღეში აღმოჩნდა ებრაელებს, რომლებიც ეს ვენახი ჩაბარებული ჰქონდათ ღვთისგან, წაერთვათ სწორედ ეს ვენახი და იმიტომ რომ ძე აქ იგულისხმება ძე რომ მოკლეს იესო ქრისტე მასწავლებლის მამაბრთა გაუგზავნა კაცობრიობას ქრისტიანთვის და ამიტომაც მიეცა წარმართებს ამ შემთხვევაში მადლიერებს. პირდაპირ წერილში რომ უფალმა თავისი სისხლით განწმინდა წარმართობა თავისი წოდებისაგან შემოიერთა და შემოიყვანა. და აი ეს მეძავი ხალხი, რომელიც თავის უშჯულოებაზე მეძავობდა, აი ეს მეძავი ხალხი გაასუფთა განბანა ნათლისღების მადლით და დაამკვიდრა ეკლესიაში და რა თქმა უნდა ქრისტიანობასაც და ქრისტიანობის პატრონ ამა თუ იმ ერთსაც იგივე საფრთხე შესაძლებელია შეექმნას. თუ ებრაელობას წაერთვა სამოშობლო ვენახი, თუ ქრისტიანი ერი რომელიმე ერი არ დააფასებს მასწავლებლის მადლს და მადლის მიერად არ იქნება მადლობით არ იქნება განწყობილი რა თქმა უნდა უფლისები შესაძლებელია რომ ეს წაერთვას. ამიტომ არის ეს საგულისხმო რომ ებრაელთა ისტორია არის მათი ისტორია უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ეს შესაძლებელია სამწუხარო ისტორიად ეცეს ნებისმიერ ჩვენგანს გულისხმობ ქრისტიანულ ერს თუ არ გამეთვალისწინებთ იმ შეცდომებს, რა შეცდომებიც ჰქონდათ მათ და ამ შეცდომებზე არ ვისწავლეთ ჩვენ თუ როგორ უნდა ვიყო მადლობელი ქრისტე. იძველი რჯული, რომელიც ებრაელებს მისცა ღმერთმა წინასწარმეტყველთა პირითა და ხელით იყო დროებითი. მოსამზადებელი ქრისტე იესოს მოსვლისათვის, რადგან რომელმან ქმნეს იგი კაცმან, სხონდეს მაშინა, როგორც თვითონ მოსე წერს, რჯულის სიმართლე ანუ განმართლება კაცის რჯულის საშუალებით შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცის რჯულს აღასრულებს. მხოლოდ რჯულის საშუალებით ვერ ცხონდება ადამიანი, რადგან არავის შეუძლია მთელი რჯული აღასრულოს, ანუ ცოდველად იცხოვროს. ებრაელები კი თვითონვე ხედავდნენ, რომ მთელი რჯულის აღსრულება არც ერთ ადამიანს არ შეეძლო.
ამიტომ მთელი ქვეყანა უნდა წარწმუნდელიყო, რომ არ მოენიჭებინა იესო ქრისტეს თავისი მაცხოვნებელი სარწმუნოება, წერს იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე. ძველი აღთქმა დასრულდა უფლის შობით. ვინმეს რომ დროულ და ჟამიერ შობაზე არ ეფიქრა, იონე მახარებელმა სიტყვა უწოდა. დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. სიტყვები იონეს ახარების ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ღვთისმეტყველებაა და ყველაზე მოკლედ გამოთქმული უდიდესი საიდუმლო ღვთაებრივი ბუნების ის შობა ქვეყანაზე გარკვეულ ისტორიულ მომენტში ხდა. ღმერთი იშვა ქვეყანაზე როგორც კაცი. ის ვინც არ ექვემდებარება დროს და სივრცეს მარადიული და მუხტავი მოევლინა გარკვეულ დროში, გარკვეულ ადგილას და მოკვდავი ადამიანის სახით. რომ იონეს ახარების სიტყვები, ასე თქვენ ახსენებ. გამოხატავს არა მის შობას ამ ქვეყანაზე, არამედ მის მარადიულ ყოფიერებას, მის მამასთან ერთ ასრობას და განუყოფლობას და შეურევნელობას. პირველი სიტყვები პირველიდან იყო სიტყვა. თუ შევადარებთ ამ სიტყვებს დაბადების წიგნის პირველ სიტყვებს დასაბამად ქნა ღმერთმა სცადა ქვეყანა დავინახავთ ისეთ ყველაზე მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნილს და უქმნელს შორის. ქმნილი დროში იქნება სიტყვა დასაბამად გვენ ნიშნავს დასაწყისს. და იონეს ახარების სიტყვა პირველიდან იყო. არა დასაწყისს. დასაწყისში ის უკვე იყო. ეს იყო განუსაზღვრელი დროის ფორმა მეტყოდებს მარადიულ ყოფიერებაზე. სანამ რამე შეიქმნებოდა, ის უკვე იყო. ეს რაც ეხება თავის ბუნებას, მის მარადიულ ყოფიერებას. შემდეგი სიტყვა სიტყვა იგი იყო ღვთისათანა. ან ღმერთთან იყო სიტყვა. გამოხატავს შეურევნელობას ძისა და მამისა. მათ იპოსტასო განსხვავებას. და ბოლო რაც ამ შენობების ღმერთი იყო სიტყვა იგი. ლაუბრუნდება ლოგოსის სიტყვის ძის
ბუნებას და გიცეს რომ ის განსხვავებულია მამისგან იყოს დასულად, მაგრამ ბუნებით ერთია, იგივე ღმერთია. ღმერთი იყო სიტყვა იგი. ეს სიტყვა ღმერთია და ღვთაებრივი ბუნების მქონე მარადული ყოფიერებაში არის და ამავე დროს განსხვავებული არის თავის სახით, იპოსტასით. თუ ჩვენ ისე გავიხსენებთ დაბადების წიგნის დასაწყისს, იქ მესამე მუხლში და თქვა ღმერთმა იქნეს ნათელი. ეს თქვა ეს არის სიტყვა ღმერთმა, ანუ მამისაგან შობილი. და ფრაზა ნაწილი ფრაზა იონე თისმეტყველის ბავშვს რომ სიტყვა იყო ღვთისათან, ღმერთთან იყო სიტყვა. გამოხატავს რომ ეს სიტყვა სანამ გამოითქმებოდა ღმერთთან და ანუ სანამ ის გამოვლინდებოდა თავის ქმედებით ქვეყანაზე ხილულის შექმნით, ნათელის შექმნით და შემდგომში ყველა ქმნილება სიტყვით იქნება, ლოგოს ძის მიერ იქნება. ის სანამ შემოქმედებას ეხოს ის ღმერთთან არის, მამასთან არის და მამისაგან ვერ იშვება ცხადდება ქვეყანაში. ვერი ვინმე კვიროს დაბალი წოდებისგანი და ფრიად მშვიდი არ მოსწონდათ ამ ხანაგბერებს. ხშირად მოხდება, რომ სიმშვიდისათვის ან სხვა რომელიმე კარგი თვისებისათვის ბოლოს შეიყვარებენ მას, ვინ წინათ არ უყვარდათ, მაგრამ კვიროსის ბედი ეგეთი არ იყო. რამდენიც დრო გადიოდა, უფრო შეიძულეს ის ბერებმა. არათუ უფროსები, უმცროსებიც მორჩილიც უკადრის კადრებდნენ და ხშირად სადილადიანაც კი გააგდებდნენ. მყოფაში იყო ის 15 წელიწადი, ამ უდაბნოში შემთხვევით მოვიდა იონე კლემექსი. იონემ ნახა, რომ 7 კვიროს სუფრიდან განდევნილი ხშირად მშერი წვებოდა და საძინებლა და კითხა მას, მითხარ, რას ნიშნავს, რომ ეგეთ შეურაცხყოფას გაყენებენ? დამერწმუნე ქრისტეს მიერ საყვარელო სტუმარო, მიუგო 7-მა ბერმა, ძმანი სიბოროტით არ მეკცევიან მე, ეგრე ისინი მცდიან მე ღირსეულად ვატარებ ანგელოსებრივ სახეს თუ არა. როცა შემოվել ამ უდაბნოში, მე მესმა, რომ განდეგილი უნდა გამოიცდებოდეს 30 წელიწადი და მე მხოლოდ ჯერ ნახევარი დრო არ გამიტარებია. ქრისტიანო, აი სამაგალითოს აქცელი მათ წინააღმდეგ, რომელიც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ. უწყინარ კვიროს არ სურდა შურისძიება, არამედ მდევნელთა შეურაცხყოფას უცხეროდა ის კარგის მხრით. მათი საქციელი მიაჩნდა ჭკუის სასწავლებლად მაშინ, როდესაც ისინი იყვნენ უჭკუონი. იფარავდა იმათ პატიოსნებას, როდესაც ისინი თავის თავს თვითონ აუპატიოსნებდნენ. დიდ ბედნიერებას თვლიდა მას, რასაც სხვები ჩასვდნენ თავისთვის სრულ უბედურებად. გიყვარდეთ მტერნი თქვენი და აკურთხებდით მწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა. ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტის წილ, ნუცა გინებასა გინების წილ, არამედ წინა აღდგომასა აკურთხებდით, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.